ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ძლიერი ნივთიერება არის სისხლი, ხოლო უშუალოდ რა სახის ძალას ფლობს იგი მაგიაში. ამას ახლავე განვიხილავ. ახლად დაყენებულ ღვინოში ჩამატებული სისხლის წვეთი მას მჟავე გემოვნებას აძლევს. ხოლო თუ სისხლი ბაზს შეეხება, სამუდამოდ აფუჭებს მას. სისხლი ახმობს ამქვეყნად ყველა მცენარეს და ნებისმიერ ხეს უნაყოფოს ხდის. მატერია რაც უფრო სუფთა და დახვეწილია, მით უფრო შეუფერებელია ვარსკვლავთა გავლენისათვის. საკითხი უკავშირდება სამყაროსეულის სულის მუდმივობას, რომელიც ყოველდღიურად მიედინება ბუნების მიერ შექმნილ საგანთა შორის. ამიტომაც შეუძლებელია, რომ გამზადებულმა მატერიამ არ მიიღოს სიცოცხლე ან უფრო დახვეწილი ფორმა. ყოველი სამყაროსეულის საგანი ექვემდებარება თაობათა ცვლას, ხრწნას და იგივე ხვდება ზეციურ საგნებშიც. მაგრამ ზეციური კანონების თავისებურებით, ასევე იგივე ხვდება ინტელექტუალურ სამყაროშიც, მაგრამ ბევრად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი მანერით. ყოველი ქვემდგომი საგანი ამის და მიხედვით უნდა პასუხობდეს ზემდგომ საგნებს, რომელიც თავის მხრივ უზენაესი მიზეზიდან მომდინარეობს, რასაც კვინტესენციას, ანუ სულიერ სამყაროს ვუწოდებთ. მსგავსი კავშირებიდან მომდინარეობს მთელი მაგიის და ოკულტური ფილოსოფიის არსი, რომელიც ყველა ქმნილებაში მიედინება. ქვემდგომი კავშირშია ზემდგომთან, ხოლო ზემდგომი უზენაესთან. ზემდგომში უმცირესი მოძრაობა სიმების რხევების მსგავსად გავლენას ახდენს ქვემდგომ ქმნილებებზე. მაგები ასწავლიან, რომ ზეციური ძღვენები შესაძლებელია დაექვემდებაროს ქვემდგომ ქმნილებებს ხელსაყრელი გავლენით. ახლა ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ადამიანის კავშირი სიყვარულთან, სიძულვილთან, ავადმყოფობასთან, ჯანმრთელობასთან და სხვა მრავალთან. ასევე არსებობს კავშირები ქურდებსა და მძარცველებს შორის, რომ მათ არ შეეძლოს ნებისმიერ ადგილას მოპარვა. მაგების ჭეშმარიტი ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მათ ძალუც დაარღვიონ, მოიხმარონ ან შეცვალონ ყველა არასრულფასოვანი საგანი. ხშირად ისინი ბნელ ხელოვნებასაც ფლობენ. არსებობს ჯადოქრული ოპერაციები, რომლებიც სიყვარულს ან მის გაქრობას იწვევს. ბეჭდებს ყოველთვის აფასებდნენ ჩვენი წინაპრები, როდესაც იგი სწორი წესით არის შექმნილი და გამოყენებული. ძლიერი გავლენების განხორციელება შეუძლიათ. მათი ტარება ზემოქმედებს ადამიანის სულზე და იწვევს სიხარულს ან მწუხარებას, თავაზიანობას ან უხეშობას, გამბედაობას ან ძრწოლას, მეგობრობას ან სიზულვის. შესაძლებელია ბეჭდს გავლენა ჰქონდეს ყოველგვარ ავადმყოფობაზე, შხამებზე, მტრებზე, ბოროტსულებზე და მავნე ნივთიერებებზე. მოხიბლა მაგიური უნარია, რომელსაც ხშირად იყენებენ ჯადოქრები, როდესაც მზერით მოჯადოებულის გულში აღწევენ. მოხიბლის ინსტრუმენტი არის სამშვინველი. იგი თავადაც ყოველთვის აგზავნის გარკვეული ვიბრაციის სხივებს თვალებიდან, რადგან თვალები სამშვინველის ანარეკლია. ამიტომაც არ არის კარგი დიდხანს უყუროთ ავადმყოფს თვალებში, რადგან იგი თქვენშიც შემოიტანს დაავადებას. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.